ევროსაბჭოს უცხოურ ჩარევასთან ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილება დასჭირდა. წინადადებებს ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისგან 15 ავრილამდე ელის ქართულმა მხარემ კი ანგარიში უკვე მოამზადა. უცხოური ინფორმაციით მანიპულირების და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის პირველი შეხვედრა ევროსაბჭოში 27 იანვარს უკვე შედგა. საქართველოსთან მიმართებით უსაფუძვლო კრიტიკის მორიგი დასტურის შესახებ სოფო ბერიძე ისაუბრებს. როცა საქმე გარე ჩარევას ეხება, საქართველოს გამოცდილება ამ მიმართულებით მართლაც დიდი აქვს. ჩვენი ქვეყანა წლებია საკუთარ თავზე ცდის გარეზე წოლასაც და ამ ჩარევებთან გამკლავებაც ხელისუფლების გამოცდილებებს შორის არის. თხოვნის შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი უკვე მოამზადა და ის ადრესატთანაც უკვე გადაგზავნილია. ევროსაბჭოს მცდელობა უცხოური ჩარევა რეგულაციების ქვეშ მოაქციოს, სხვა არაფერია თუ არა საქართველოს მიერ აქამდე მიღებული კანონების აუცილებლობა. დასტური. ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ინიციატივით უკვე შემუშავდა შესაბამისი ანგარიში. ახლა ის დროა, როცა შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევის წინააღმდეგ მიღებული კანონების გამო ბევრი კრიტიკის შემდეგ საბჭოს სამდივნოს კომიტეტი საქართველოს გამოცდილების გაზიარებას თხოვს. თხოვნის ადრესატმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შესაბამისი უწყებების ინფორმირება უზრუნველყო და პარლამენტმა საკუთარი გამოცდილება სტრასბურგში უკვე გააქცია. ჩვენ ისევე როგორც სხვა უწყებები ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გაუგზავნოთ ევროსაბჭოს. ამ წლებში საქართველომ დიდი გამოცდილება დააგროვა. ქვეყანამ, რომელიც გარე ჩარევის სამიზნე და მის წინააღმდეგ მებრძოლია. ეს ძველი ამბავია. ახალი ისაა, რომ უცხოური ჩარევის როგორც პრობლემის მნიშვნელობისა და სიმძიმის აღიარება უკვე ყველას უწევს. ეს კი აჩვენებს, რომ წლების წინ საქართველოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად საჭირო და აუცილებელი იყო. ბოლო რამდენიმე წელია ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბრიუსელის დაფინანსებით ხდება უმეტეს შემთხვევაში, სიძულვილის ასე ვთქვათ წაქეზებით, დეზინფორმაციით, როგორ მიყავთ გარკვეული ჯგუფი ადამიანების შემდეგ ძალადობამდე და ქვეყნის სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე. ამავე დროს ვაჩვენეთ თუ როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ. ოპოზიცია რეალობას თვალს ისე ვერ უსწორებს. მეტიც მსგავსი ამბები მათ ყოველდღიურობას უხერხულობას მატებს. მაგალითად დღეს ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად ნორჩმა ნაციონალმა ბევრი ილაპარაკა. ხელისუფლება აკრიტიკა. ინტერვიუს ბოლოს კი გაირკვა, რომ ირაკლი ფავლენიშვილი ევროსაბჭოს დოკუმენტს საერთოდაც არ იცნობს. ეს არის კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება იმისთვის, რომ იქ უფრო ანგარიშვალდებული იყოს ხოლმე კონკრეტული ინსტიტუციები. ვინც ქვეყანას რას თხოვენ და ამასთან და არ ვიცი ეს კონკრეტულ თვერაზე საუბრობ და დოკუმენტს ხომ გავუწმე ხა ესე რა მანახოთ ხა როგორ გიპასუხო. სამაგიეროდ ხელისუფლებამ იცის და ახსოვს, როგორ აშანტაჟებდა ბრიუსელი საქართველოს სწორედ უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო. თუმცა მაშინაც და ახლაც მართველი პარტია უსმენს ხალხს და არა ევრობიუროკრატიას. ეს არ არის წარმოსახვითი პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახი, არა რეალური პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში. ევროპის კონტინენტის მასშტაბით ბევრ ქვეყანას აქვს ბევრი ქვეყანა დგას ამ გამოწვევის წინაშე და იმედია, რომ ეს დისკუსია კონკრეტულ შინაარსიან დებატებს დაუდებს საფუძველს, რათა თითოეულმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ პრობლემაზე გააკეთოს ორიენტირი, რეალურ პრობლემის მოგვარების გზები ეძიოს და არა კიდევ ერთხელ ის უშინაარსო კრიტიკა, რაც ხშირად გვესმის ხოლმე. უთო ერთი მხრივ იწყებს მოსკოვის მექანიზმის ამუშავება საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ ევროსაბჭო გთხოვს, რომ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ, ვემუქრებოდნენ, ვაშანტაჟებდნენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობა არ უნდა შეგვეცვალა. და ეხლა ეს ბიუროკრატიის ნაწილის და სხვადასხვა ქვეყანას მაგ ევროსაბჭოს სახით მევიდა იქამდე, რომ ჩარევის კონტროლი აუცილებელია. შენიშვნებისა და მოსაზრებების მოსმენის შემდეგ რედაქტირებული პროექტის განხილვა ევროსაბჭოში ონლაინ შეხვედრაზე 10-11 თებერვალს იგეგმება.